მოილაპარაკეს, რომ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და ეს იმ ფონზე, როცა პუტინმა საერთაშორისო იზოლაცია გაარღვია. ვისაც ძალიან მოკლედ გაინტერესებდათ რა მოხდა ალიასკაზე, სულ ესაა. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი, ჟურნალისტი. დღეს 16 აგვისტოა 2025 წელი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1270 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. რა თქმა უნდა, დღეს და ამ კვირაში ზოგადად მთელი ყურადღება ალიასკასკენ იყო მიმართული, როგორც იქნა ერთკვირიანი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ სამიტი შედგა, პუტინი ჩავიდა, თუმცა როგორც წინასწარ მოვამბობდი და ხას უსვამდი, ამ სამიტიდან არაფერი არ გამოვიდა. ვერანაირი შედეგი უკრაინასთან მიმართებაში ყოველ შემთხვევაში ვერ იქნა მიღწეული, აი როგორც თქვი, პუტინი კი მინიმუმ რუსების და რუსეთუმეების თვალში გამოვიდა საერთაშორისო იზოლაციიდან, თუმცა ობიექტურად რომ შევხედოთ, ბუნკერის დიქტატორს წითელი ხარისხით ხვდებიან და ეს უკვე მართლაც შეიძლება ითქვას, რომ არის გარღვევა. მოდით გავიხსენოთ რა უძღვოდა წინ ამ სამიტს და ზუსტად აქედან გამომდინარე მივხვდებით, რომ არანაირი შანსი ამ სამიტს არ ჰქონდა იმისთვის, რომ უკრაინასთან მიმართებაში რაიმე შედეგი ჰქონოდა. მოკლედ 8 აგვისტოს, როდესაც და თუ პუტინი ომს არ შეწყვეტდა, ტრამპი იმუქრებოდა დამანგრეველი მეორადი სანქციებით, თუმცა ამის ნაცვლად გამოვიდა და თქვა, რომ პუტინს შეხვდება. ეს ერთგვარი შოკი იყო ყველასთვის, არავინ არ ელოდა ბოლონების ასეთ განვითარებას. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პუტინი თანახმა იყო, რომ აი ამ შეხვედრაზე შეთანხმებულიყვნენ საჰაერო ლაბორატორიუმზე, ასე ვთქვათ. და ეს რეალობას გავდა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ 3 წელიწად-ნახევრის განმავლობაში პუტინმა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა საკმაოდ დააზიანა და ახლა პრაქტიკულად ამ საჰაერო იარიშებს იყენებს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბომბად, რაც პრინციპში ვიცით, რომ ტრამპს ძალიან აღიზიანებს. და მეორეს მხრივ უკრაინამ უკვე ბოლო პერიოდში დაიწყო რუსეთის სიღრმეებში, სწორედ საჰაერო დარტყმები რუსეთის ნავთობ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, რაც კრემლის ისედაც მორყეულ ეკონომიკას კიდევ უფრო ძლიერად არტყამდა, ამიტომ ეს რეალურთან მიახლოვებული იყო, რომ პუტინს შეეთავაზებინა ტრამპისთვის. ასევე გავრცელდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ რაღაცა ტერიტორიების გაცვლა იგეგმებოდა. თავდაპირველად ეს იყო საუბარი იმაზე, რომ ხერსონიდან და ზაპოროჟიედან გავიდოდნენ რუსები, სამაგეროდ უკრაინიდან უნდა გასულიყო დონეცკიდან უნდა გასულიყვნენ უკრაინელები. ამაზე კიევმა რეაგირებას კი ვერ მოახერხა, იმდენად სწრაფად უარყო კრემლმა და შემდეგ უკვე გაჩნდა მეორე ვერსია, რომ ხარკოვსა და სუმში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე რომ არიან შეწეულები უკრაინის ტერიტორიაზე რუსები, აი იქიდან გავიდოდნენ, სამაგეროდ კი უნდა მიეღოთ სრულად დონეცკი. და აი აქ უკვე შემოდის უკრაინა სცენაზე, თუმცა მანამდე ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ტრამპი აი ამ გარიგებას, ასე ვთქვათ, დათანხმდებოდა, რომ არა, სწორედ უკრაინის პრინციპული პოზიცია. და როგორც თქვი, შემოდის სცენაზე უკრაინა და ზელენსკი ამბობს, რომ არც ერთი მიწის უბრძოლებას და ტოვებას არ აპირებს და რომ ტერიტორიების ურღვევა მისთვის წითელი ხაზია. ამას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირი, შემდეგ უკვე და ასევე ბრიტანეთი, მოკლედ ევროპული კოალიცია და ერთობლივად უკრაინელები და ევროპელები მუშაობენ ამერიკელებთან და საბოლოო ჯამში ვიღებთ შედეგს, როდესაც ამერიკული მხარე ამბობს, რომ არანაირი ტერიტორიების გაცვლა, არანაირი მზავი, არაფერი არ განიხილება ამ სამიტზე, ეს იქნება მხოლოდ გაცნობიტი შეხვედრა. საკმაოდ უცნაურია, იმიტომ რომ ტრამპი მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში რამდენჯერმე შეხვედრილი იყო პუტინთან და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ, ამ ვადაში უკვე 6-ჯერ ელაპარაკა ტელეფონით და ეხლა რაღა შეხვედრა და რაღა გაცნობა უნდა მოხდარიყო, ცოტა გაუგებარია, თუმცა საბოლოოდ ითქვა, რომ პრეზიდენტს იგულისხმება ტრამპი სურს თვალებში ჩახედოს პუტინს. მე მახსენდება ამერიკის ერთი პრეზიდენტი, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო კარიერა სწორედ ამით დაიწყო, რომ თვალებში ჩახედა პუტინს და თურმე სული დაინახა. თუ ვერ იხსენებთ ჯორჯ ბუშს უმცროსზე მაქვს საუბარი, თუმცა მას მერე რაც მოხდა და როგორც მოიქცა პუტინი, მე მგონი მის თვალებში სული კი არა, მხოლოდ კგბ შეიძლება ამოვიკითხოთ. მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო, მივიღეთ შედეგი, როდესაც ალიასკაზე სამიტის გაცნობიტი ხასიათი უნდა ქონოდა. და ძალიან მალევე სამიტის დაწყების ისტორიაში
ადვილად გამოსაცნობი გახდა, რომ ამ შეხვედრების შემდეგ თავარი განსახილველი თემა იქნებოდა არა შედეგი, რომელსაც სამიტი მოიტანდა, არამედ პროტოკოლური დეტალები თუ ნიუანსები. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსი პროპაგანდისტები ნაცვლად ფეშენებელური სასტუმროსი განათავსეთ რაღაცა საველე ჰოსპიტალის პირობების მქონე გასაშლელ საწოლებში, მოსასვენებელ სივრცეში. შემდეგ მარგო სიმონიანი წუხდა, რომ ჩვენს დელეგაციას კიური კატოტებით გამომასპინძლდენო. ამას მოყვა ის, რომ ლავროვი ჩავიდა ხუდით, რომელსაც SSSR ეწერა. პრინციპში აქედან ტრამპი თავისი კეპკით Make America Great Again, იქიდან ლავროვი SSSR. პრინციპში ორივე პოლიტიკოსი ასე ვთქვათ მომავალ წარსულის პრიზმიდან უყურებს და ეს ასე ვთქვათ შეიძლება ბუნებრივიც კი ყოფილიყო. და ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ როგორც იქნა პრეზიდენტების ნომერ პირველი ბორტები ჩაფრინდა ალიასკაზე და შემდეგ ნახევარი საათი თითქმის ერთმანეთს ალოდინეს, კარი ღია, წითელი ხალიჩები დაფენილია, ყველაფერი მზად არის, მედი ადგილზე ელოდებიან, თუმცა არც ერთი არ ჩამოვიდა და ესეც ერთგვარი დომინაციის მცდელობის მომენტები იყო, თუმცა ბოლოს როგორც პროტოკოლით არის, ტრამპი მასპინძელი იყო, ის პირველი გადმოვიდა, შემდეგ მალევე უნდა აღინიშნოს, რომ პუტინს ახასიათებს, რომ ის ალოდინებს როგორც წესი შეხვედრაზე მისული, თუმცა მალევე გადმოვიდა თვითმფრინავიდან, მოკლედ შეხვდნენ ერთმანეთს, იყო წითელი ხალიჩა, იყო ამერიკული ავიაგამანადგურებლები როგორც ხმელეთზე, ასევე ცაში. ცაში გადაიფრინა 5 ავიაგამანადგურებელმა და მათ შორის ერთი იყო იმ კლასის, რომელმაც დაბომბა რუსეთის მოკავშირე ირანის ბირთვული პროგრამის ბუნკერი ყოველგვარი პრობლემის გარეშე. რა თქმა უნდა, მსგავსი დეტალები წინასწარ პროტოკოლით არის გაწერილი და ეს ფაქტი, რომ თვითმფრინავები გადაეფრენდნენ პუტინისთვის არ იქნებოდა სიურპრიზი, თუმცა ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა ტრამპის ტაში. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აი ამ ტაშის მერე პუტინი მისთვის უჩვეულოდ არაკაკებეშნიკურად ძალიან ასე ვთქვათ ხიარულად იქცეოდა, ქონდა მიმიკები, ქონდა ჟესტიკულაცია და ერთ ახირებულ მოხუც მოგაგონებდა, რომელსაც რაღაცა ძალიან უხაროდა. და თუ რა უხაროდა, ეს ძალიან მალევე გავიგეთ მოსკოვში გავრცელებული განცხადებებით, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ აი 3 წელიწად ნახევარი მთელი დასავლეთი რო ამბობს, რომ ჩვენ ვართ კეთროვანი, რომ ჩვენ იზოლაციაში ვართ, რანაირად ვართ იზოლაციაში, ამერიკაში წითელი ხალიჩით ხვდებიან, ტრამპი ტაშს გვიკრავს, ერთ მანქანაში ჩასხდნენ პრეზიდენტები და ამითი ძალიან ხარობდნენ, უნდა აღინიშნოს. ასე რომ დიახ, აი ამ ჩასვლით ადგილზე და ტრამპთან შეხვედრით პუტინმა მისი პროგრამა მინიმუმი, ასე ვთქვათ, პროგრამა მინიმუმს მიაღწია, მან ეს საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც საკმაოდ ჩაბეტონებული იყო, ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად გაარღვია. ამის შემდეგ იყო შეხვედრა 3-3-ზე ფორმატში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის დაგეგმილზე ნაკლებ დროში დასრულდა და შემდეგ იყო განცხადებები, ერთობლივი განცხადებები. ეს განცხადებები იმდენად უშინაარსო იყო, რომ ისი განხილვის ასაცი ვერ ხედავ, უბრალოდ კიდევ ერთი დეტალი. სულ დაახლოებით 12 წუთს გაგრძელდა, აქედან 8 წუთი ლაპარაკობდა პუტინი, 4 დანარჩენი ლაპარაკობდა ტრამპი და ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალებები არ მიეცათ. ასე რომ აი ეს ყველაფერი ნამდვილად მიანიშნებს იმაზე, რომ აი ამ ისტორიიდან, მთელი ამ ისტორიიდან, რასაც ერქვა სამიტი, სწრაფვა მშვიდობისაკენ ამ სათაურის ქვეშ, აი ამ ისტორიიდან უფრო დიდი უპირატესობით პუტინი გამოვიდა. უნდა აღინიშნოს ასევე აუცილებლად, რომ უკრაინამ და ევროპამ თავისას მიაღწიეს, ხოლო აი ტრამპს რაც შეეხება, მას საერთოდ რაში ჭირდებოდა ეს ყველაფერი. ამ დროისთვის ცოტა გაუგებარია. შეხვედრა ნამდვილად არ გაიმართება, ამაზე საუბარი აზრს არ ემოყრებული, რადგან ჩვენ ტრამპმა შეგვაჩვია, რომ ხან ერთ დაპირებას იძლევა, ხან ერთ ულტიმატუმს, მერე ამას არ ასრულებს. შესაბამისად, მოდი დაველოდოთ, შედგება თუ არა ეს შეხვედრა ორშაბათს. თუმცა აქვე აღვნიშნოთ და უცებად შევხედოთ სიტუაციას ტრამპის გადმოსახედიდან, რა მდგომარეობაშია ახლა ტრამპი და სულ უხად რო თქვა ძალიან უცნაურ მდგომარეობაშია, რადგან როგორც გითხარით 8 აგვისტოს ულტიმატუმის ამოქმედების მაგივრად მან განაცხადა, რომ პუტინს შეხვდება და როდესაც ულტიმატუმს წამოაყენებ და მე მას არ ასრულებ, უკვე შენს მიმართ ნდობა იკარგება, ასევე ჩვენ გახსოვს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და აი ამ ფონზე შესაძლოა ნამდვილად იყო ალიასკას სამიტი ერთ-ერთი ბოლო შანსი ტრამპის მხრიდან მიცემული დიპლომატიისთვის. თუმცა აქვე მოდი
განვიხილოთ რა ბერკეტები აქვს რუსეთზე ან უკრაინაზე ზეწოლისთვის ახლა ტრამპს იმისთვის რომ სანუკვარ მშვიდობას მიაღწიოს მშვიდობას ნებისმიერ ფასად და არა თქვა სამართლიან მშვიდობას რომელზეც უკრაინა და ევროკავშირი რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხანია თანახმარიან და ამაზე თანახმარ არის პუტინი რუსეთთან მიმართებაში რეალურად რა ბერკეტი აქვს ხო აქვს ხო ტრამპს ეს შეიძლება იყოს ორსვლიანი მოქმედება ნამდვილად დამანგრეველი სანქციები თავად რუსეთის და მისი მოკავშირეების მიმართ და ამის პარალელურად შეტევით იარაღის გადაცემა უკრაინისთვის და მასზე შეზღუდვების მოხსნა. მხოლოდ აი ამ კომბინაცია შეუძლია პუტინი აიძულოს და ძალის გამოყენებით მშვიდობას დათანხმდეს. რაც შეეხება უკრაინას, რეალურად რო შევხედოთ, პრაქტიკულად უკრაინაზეც აღარ რჩება ზეწოლის ბერკეტი, მას შემდეგ რაც ის არ აიარაღებს და შეერაღებას არ აწვდის უკრაინას, დიახ, არ მოგესმათ. კი, დაზვერვასთან დაკავშირებით, სადაზვერვო ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ერთხელ ვნახეთ, რომ ის ჩაუხსნა, ასე ვთქვათ, უკრაინას, თუმცა მალევე გადაიწყო და ახლა უკრაინას ბრიტანული ალტერნატივაც აქვს, რამე იყოს, რაც შეეხება შეიარაღებას. დიახ, ტრამპი არ აწვდის შეიარაღებას უკრაინას, რომ შეუჩეროს. ტრამპი ყიდის ევროპელებზე შეიარაღებას და ევროპელები აძლევენ უკრაინას. და თუ კი აი ამ ხელშეკრულებებს და ეს უკვე რეალური ფულია, ხელშეკრულებები არის ამერიკის სამხედრო ინდუსტრიასა და ევროპას შორის. თუ კი ეს ხელშეკრულებები შეჩერდება, გამოვა რომ ეს არის ტრილიონობით დანაკარგი ამერიკული სამხედრო წარმოებისთვის და შესაბამისად ეკონომიკისთვის. ეს ყველაფერი კი ტრამპის შიდარყევებს გამოიწვევს. ამიტომ მას პრაქტიკულად ეს სვლაც რა უკრაინელებს ადგება და შეერაღებას აღარ მიაწვის, პრაქტიკულად აღარ დარჩა. ამიტომ ახლა რაც არის დარჩენილი, ასე ვთქვათ, ველზე არის ის, რომ როგორღაც ტრამპი პირველი გზით წავიდეს და ორსვლიანი მოქმედება დაიწყოს, როდესაც მართლა დაუწესებს დამანგრეველ სანქციებს და პარალელურად შეერაღებას არა მხოლოდ მიყიდის ევროკავშირის და ევროპელების გზით, არამედ თვითონაც მიაწვდის. ვნახოთ ყოველ შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები ორ შაბათს, როდესაც ზელენსკი უნდა ჩავიდეს. ვნახოთ ისეთივე იქნება თუ არა შეხვედრა, როგორც ერთხელ უკვე იყო. საერთოდ JD Vance ვიცე-პრეზიდენტი იქნება თუ არა ამ შეხვედრაზე და აქვე თქვათა შორის ალიასკაზე სამიძე JD Vance პირველად იყო დელეგაციის შემადგენლობაში და ბოლო წლებში ის ამოიღეს დელეგაციის შემადგენლობიდან. ასევე იქვე და გავცლოთ მაინც კიდევ ერთი დეტალი არის რუბიო, როდესაც ოთახში შემოდის და თითქოს არაპირებს მისავნებას რუსულ დელეგაციასთან და მხოლოდ ტრამპის მითითების შემდეგ ესალმება მათ, მოკლედ ეს რაღაცა დეტალები ვნახოთ ორ შაბათს რა იქნება. ამ დროისთვის ასე ვთქვათ, ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რომ პუტინმა მოიგო დრო და მოიგო ის, რომ საერთაშორისო იზოლაციაში, ასე ვთქვათ, აღარ არის და სანამ ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე გადავალ, აქვე კიდევ ერთი დეტალი. ალიასკაში სამიტის დასრულების შემდეგ რუსულმა დელეგაციამ, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა ინტერვიუები ამერიკულ მედიებში, ყველა ინტერვიუ გააუქმა. ასე იქცევი მაშინ, როდესაც აღარ გაქვს სათქმელი ის, რისი იმედითაც ეს ინტერვიუები დაგეგმე. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთმა ვერ მიიღო ვერაფერი, ყოველ შემთხვევაში ის, რის გამოც მედიასთან გამოჩენა სურდა და ისე დატოვა ალიასკა. ახლა კი რაც შეეხება ფრონტზე შედარებით დაიძაბა სიტუაცია დონეცკის მიმართულებით და ამაზე უკვე ტრადიციულად Deep State-ის რუკაზე გავაგრძელოთ საუბარი. ფრონტზე როგორც გითხარით, ასე ვთქვათ, საკმაოდ უსიამოვნო შემთხვევა იყო დონეცკში, დონეცკის ოლქში. სხვა მხრივ ყველგან სტაბილური ვითარებაა, რაც შეეხება დონეცკის ოლქს, ახლა ახლოდან ნახოთ იმ გარღვევის შესახებ, რომელიც რუსებმა შეძლეს და საუბარი ისევ პოკროვსკის ალყის მცდელობაზეა, თუმცა ამის პარალელურად შედარებით ჩრდილოეთით ისევ დონეცკის ოლქში არის მცდელობა შეჟონვის, რამაც უნდა გამოიწვიოს კონსტანტინოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკის, აი ამ ცენტრალური მაგისტრალის და აი ამ სამი ძირითადი ქალაქის აღება, რითიც შეიძლება ითქვას, რომ შესაძლოა სრული ფრონტი დონეცკის მიმართულებით ჩამოიშალოს. აი ეს შეჟონვა მოხდა ამ მიმართულებაზე, თქვენ ხედავთ, რომ აი ხა არის 15 აგვისტოზე დაყენებული თარიღი. შეჟონვის ამ სამდღიანი იყო, ასე ვთქვათ, 8-13 აგვისტოს მოხდა ეს გარღვევა. თქვენ ხედავთ ვითარებას 8 აგვისტოსთვის, როდესაც პოკროვსკის ნახევარკალშია, ასე ვთქვათ, ალყაში და აი თარიღებზე გადასვლით ნახავთ აი ამ 10-12 კილომეტრიან შეჟონვას და
უკვე 15 აგვისტოს მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოახერხეს უკრაინელებმა აი ამ გარღვევის შეჩერება, ეს ლურჯი ნიშნულები უკვე უკრაინული შეიარაღებული ძალების მდებარეობას გულისხმობს. როგორც ხედავთ, ამ მონაკვეთში საერთოდაც ეს შეჟონილი რუსები საფრთხეში არიან, რომ ალყაში მოყვნენ და მოკლედ აქ მიმდინარეობს საკმაოდ ასე ვთქვათ, მძიმე ბრძოლები. იმისთვის რომ უკრაინელებმა პოზიციები შეინარჩუნონ და გამაგრებული ფრონტის ხაზის ჩამოშლა არ მოხდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, 8-13 აგვისტო გამოირჩა იმით, რომ ეს სწრაფი გარღვევა რუსებმა მოახერხეს, თუმცა საბედნიეროდ ამ ეტაპზე ეს გარღვევა შეჩერებულია და ახლა უკრაინელები პოზიციებს ამაგრებენ. აქ უნდა აღნიშნოს, რომ აი ამ ოპერაციაში ჩაერთო აზოვის პოლკის ცალკეული დანაყოფები. მოკლედ დანარჩენ მიმართულებაზე ვითარება უცვლელია და დავველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა. მადლობა თუ აქამდე მიყურეთ და არ დაგილაიქებიათ ვიდეო, ახლა დროა დაალაიქოთ, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. ნახვამდის დროებით.